ამ შემთხვევაში საკრებულოს წარმომადგენლისგან. უფრო უპირიანი იქნებოდა ალბათ რომ სამინისტროს წარმომადგენელი მოდიოდეს და მანდატებს აკეთებდეს. მეგობრულადაც კი უთხარი რომ ქონდა შენიშვნა თუ შეცდომა იყო თუ რაღაც მათ გამჭვირვალობაში და მათ უფრო პროაქტიულობაში. თუმცა ის რომ ქალბატონი თინას თუ თუნდაც ჩემი რაღაც განცხადებები რომლებიც რაღაც პროცესს ხელს უშლის თუ ამას ჩათვლიან სამინისტროს წარმომადგენლები კი ბატონო. სრული უფლება აქვს ამითი, რომ ცოტათი ინერტულები იყვნენ ჩვენთან ურთიერთობაში, დამერწმუნდა. ეს თქვენთან, მაგრამ ამ შემთხვევაში, როდესაც მედიასთან არის საუბარი, მედიაზე არის საუბარი, როდესაც გამუდმებით ხდება თითქმის 2 თვეა ჩვენ ვითხოვთ სამინისტროს წარმომადგენელმა მიიღოს ამ ფორმატში მონაწილეობა. ეს არის ჩვეულებრივი კლასიკური დებატი, ასე ვთქვათ, აქ არავის არაფერს არ უშავებენ, ესე ვთქვათ, რომ ვთქვათ. ამიტომ დღესაც ვაკეთებ ასეთ განცხადებას ჩვენ ველით სამინისტროს წარმომადგენელს და მიიღოს ასეთი სახის დებატში მონაწილეობა. გისმენთ ქალბატონი თინა და რეკლამაში. კი ბატონო. ანუ რამოდენიმე საკითხზე იყო აქ საუბარი, უბრალოდ შევეცდები ძალიან მოკლედ უპასუხო. პირველ რიგში ის რომ მუდმივად არის ამაზე აპელირება, რომ 2008 წელს, როდესაც აგვისტოს დევნილები, უკაცრავად აგვისტოს ომის დევნილები დაბრუნდნენ, თქვათ, აი ბუფერული სოფლებიდან ვინც იყვნენ, მათ მიერ გამოთავისუფლების ფაქტებში მოხდა ძველი დევნილების შესვლა. ამას მეც არ უარყოფ, ესეთი ფაქტები იყო, ეს ყველამ ვიცით და გიჟი უნდა იყო ეს რომ უარყო, იმიტომ რომ ამ ქალაქში ვცხოვრობთ ყველანი და ძალიან კარგად ვიცით და ბევრი ადამიანი ახლა ვიცით ყურებს ეკრანზე, ეს რომ უარყოთ გვეტყვის რომ კი, მაგრამ აი ჩემს მეზობლად მოხდა, ხო? მაგრამ ამასობაში არ შეიძლება ესე საუბარი რომ ანუ მხოლოდ ერთ ჯგუფზე საუბარი, რომელიც ესე იყო. ხო, მე ნამდვილად ვიცი, ბატონ კახაგურულს გაუგზავნე იმ დღეს სპეციალურად ეს დევნილები, რომ მას პირადად შეხვედროდა და დალაპარაკებოდა რომ ზაკვაშიც და ჰოსპიტალის შენობაშიც ცხოვრობდნენ აგვისტოს დევნილები. ჯერ კიდევ ცხოვრობდნენ სოფელ აჩაბეთიდან დევნილები. მე როდესაც გასულ კვირას ვიყავი გამგეობაში მისული ერედვის გამგებელს შევხვდი ქურთის გამგებელს, დევნილებიც იქ იყვნენ ძალიან ბევრი და საუბრობდით აი სწორედ კომპენსაციების საკითხებზე და იმაზე მათი საქმეები გადაგზავნილი არის თუ არა სამინისტროში და მე ქურთის გამგებელმა სია გადმომცა მის მიერ გადაგზავნილი საკომპენსაციო დევნილების, რომელიც დიდ ნაწილსაც არ მიუღია სამწუხაროდ კომპენსაცია და ესეაც გაუგზავნე სამინისტროს. იქ პირადად უთხრა გამგებელმა მაგალითად ერთ-ერთ ბატონს, რომ ძიავასო ვიცი რომ დღესაც გძინავს სადგურში. მაგრამ რა ვქნა ამ წუთას არ მაქვს კოტეჯი და ვერ დაგაკმაყოფილებ. და მართ პრობლემა არის ძალიან მარტივად გადაწყვეტად თუ არა გაქვს კოტეჯი და ვერ აკმაყოფილებ ამ ადამიანს, მაშინ კომპენსაცია შეიძლება მისცე ამ ადამიანს, რომ სადგურზე არ ეძინოს და წირო ზამთარი არის, ეს ამ ზამთრის გატარება სადგურზე არ მოუწიოს, ხო? ეხლა მე არ ვამბობ, თქვათ იმ ფაქტებს, რომელიც მე ვიცი. აი იმას გეუბნებით, რაც თქვათ გამგებელმა უთხრა და ეს გავიდა ეთერით და ეს ჩანაწერები არსებობს, იმიტომ რომ მედიაც იქ იყო და ყველამ კარგად იცის, ხო? ამიტომ კი ვადასტურებ, რომ ნამდვილად იყვნენ 2008 წლის აგვისტოს დევნილების მიერ გამოთავისუფლებულ ფაქტებში შესული დევნილები, ძველი დევნილები, მაგრამ ამასობაში იქ ცხოვრობდნენ ზაკვაშიც და ჰოსპიტალის შენობაში, მე სხვაგან არ ვიცი და ამიტომ ვერ ვიტყვი, მაგრამ ამ ორ ტერიტორიაზე ნამდვილად ცხოვრობდნენ აგვისტოს დევნილები, რომლებიც დარჩენილი იყვნენ, რომლებსაც პირდებოდნენ, რომ მათ კომპენსაციას მისცემდნენ. არა, ხო, სწორედ ამაში რატო ცხოვრობდნენ იქ? იმიტომ რომ მათ ქონდათ კომპენსაციას დაწერილი და არა კოტეჯებზე, ამიტომ ცხოვრობდნენ იქ და მათ პირდებოდნენ, რომ კომპენსაციის მიცემის შემდეგ, რა თქმა უნდა, მათ ხელი ქონდათ მოწერილი, რომ დაცლდნენ ამ ფაქტებს. და ისე მოხდა მათ ერთ-ერთი უბრალოდ არ მინდა გვარებით საუბარი, იმიტომ რომ არ მინდა რომ მათ პრობლემები შეექმნათ, მაგრამ ერთ-ერთი დევნილი იმასაც კი მიყვებოდა, რომ ღამის 2 საათზე შევიდა გასაუბრებაზე სამინისტროში, მოგეხსენებათ კომისია, რომელიც თანდაც გასაუბრებას გადიან დევნილები, ღამის 2 საათზე და როდესაც უკან დაბრუნდა ზაკვას შენობაში, იქ დახვდა პოლიცია და იმ ღამეს გაასახლეს. და კომპენსაცია დღემდე არ მიუღია, მიუხედავად იმისა, რომ აი იმ ღამეს სწორედ გაიარა კომისია, რომელმაც მისცა თანხმობა მისთვის კომპენსაციის გაცემას, ხო? ჩვენ ამ შემთხვევებზე ვსაუბრობთ, ამ შემთხვევებს, ეს შემთხვევები გამოგვაქვს, სადაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც ჩვენ გვაქვს. ხა მე 2 წყარო მაქვს ამ წუთას ინფორმაციის შეგროვების, ერთი თავად დევნილებს რაც მოაქვს და განსხვავებით სამინისტროსგან შემიძლია გითხრათ, რომ გამგეობებთან გაცილებით უფრო მარტივად ამეწყო მე ურთიერთობა და მათგან ვიღებ ნამდვილად ამ დოკუმენტაციას, ისე ვიმეორებ უფრო სწრაფად და მაშინვე პრინციპში მეორე დილით გამომიგზავნა აი მაგალითად ქურთის გამგებელმა დოკუმენტაცია. პირდაპირ გაგებით მეორე დილით უკვე რომ მივედი სამსახურში და მხვდა, თქვათ ვიდრე სამინისტროსგან, ხო? აი ამ ორი ინფორმაციიდან გამომდინარე, ერთი რაც მოაქვს დევნილს და მეორე რაცაც მიგზავნის გამგეობა, უკვე ჩემთვის სურათი ნათელია, იმიტომ რომ თუ სამინისტრო ამბობს, რომ ეყრდნობა გამგეობის მიერ გაგზავნილ დოკუმენტაციას, თუ მე ხელში მეჭირავს სია, რომელიც გააგზავნა გამგეობამ კომპენსაციისთვის და ამ სიაში არის მაგალითად რომელიმე დევნილი, არ მინდა ხა გვერდას სახელი ვთქვა რომელიმე სი, ვინმე რო არ ჩათვალოს, რომ ის თემა უფრო მნიშვნელოვანია ჩემთვის ვიდრე სხვა, მაშინ მე უკვე თამამად უგზავნი ამ საქმეებს სამინისტროს და ვთხოვ, რომ მომაწოდეთ პასუხი რა ხდება და დღემდე რატომ არ მიუღია, ხო? ამიტომ რაღაცა ერთ
ჯგუფთან ერთ ამბად ვისაუბრებთ ყველაზე, უნდა ჩვენ გავაცნობიეროთ, რომ ყველა ვითარებაში არის ბევრი გამონაკლისი შემთხვევები, განსხვავებული შემთხვევები, რომელსაც ჭირდება ცალკე ყურადღების მიქცევა, ცალკე მიყურადება და ცალკე დახმარების გაწევა. და მე რამდენადაც ვიცი, ხოშტევნილები, რასაც მეუბნევიან, მათ დიდ უმრავლესობას უარი არ აქვს, ანუ წერილობით ვინმესთვის უარი არ მიუწერიათ ამ ხალხიდან, ვისთანაც მე მაქვს ურთიერთობა კომპენსაციაზე, მაგრამ მათ ეუბნევიან, რომ აი ხლა წლის ბოლომდე არა გვაქვს ფული და 2011 წლის იანვრიდან კი ბატონო მოგზაურობთ და ყველას გაგისტუმრებთ. ისევ ვიმეორებ. ეს ის არის, რასაც მე დევნილები მეუბნევიან, რომ კერძო საუბრებში ჩვენ ესე გვისტუმრებენო. თუ ეს არ არის სიმართლე, მაშინ გაუგებარია უარის წერილს მაინც რატომ არ აძლევენ ამ ხალხს, რომ უფლება მოიპოვოს, რომ სასამართლოში წავიდეს და იქ დაიწყოს საკუთარი უფლების დაცვა. ეხლა ხო ეს კურიოზული ვითარება და ვასრულებ, რომ სახელმწიფოს თულოდ დასრულდეს ხო აზრი, რომ ამ ადამიანებს აქვთ მიმართული, მათ აქვთ განცდა, ყველა დოკუმენტაცია წესრიგში აქვთ, სამინისტრო არ აძლევთ ოფიციალურად უარის პასუხებს და ვეღარც ჩივიან და იძახიან, რომ თუ არ გვაძლევთ წერილი მოგწერეთ, რომ შემდეგ ჩვენი გზა ვიპოვოთ. წავიდეთ სასამართლოში, გავასაჩივროთ და შევეცადოთ ამ ჩვენი უფლებების დაცვა. თუნდაც ესეთ კურიოზულ შემთხვევებს ვაწყდებით, როდესაც არის გამოსახლებები, ადამიანები ელოდებიან კომპენსაციას, არც კომპენსაცია ჩანს და არც სხვა რამ. ასეთ ადამიანებს რა უყოთ? ყოველ შემთხვევაში უმრავლესობის წარმომადგენლები ყოველთვის აპელირებენ იმაზე და მოყავთ ხოლმე მაგალითად ის, აი არიან ადამიანები, რომლების პრობლემებს ქნიან, აღებული აქვთ კომპენსაციები და შემდეგ სხვა რამესაც ითხოვენ. ხო არის სხვა კატეგორიის ადამიანები. ეს მიზეზი, ეს არ არის, არ შეიძლება ეს არგუმენტი იყოს, არც ის შეიძლება იყოს არგუმენტი, რომ ეხლა იქ ხალხი დევნილთა სამინისტრო წინ აქციებს მართავს და ნებისმიერი თქვა სიტყვა წინადად რაც მიმართულებით მოვიყვანებ, მხოლოდ იმიტომ რომ სამწუხაროდ ისევ ვეხებით ამ თემას და რაღაცა უნდა თქვა ადამიანმა, თორე ეხლა ეს ადამიანები არიან ურთულეს პირობებში, ისინიც ვინც სამინისტროს წინ არიან და მართლა მძიმე სოციალურ პირობებში არიან, მაგრამ უბრალოდ თემატიკა არის რთული, აქედან გამომდინარე მოგვყავს ეს ფაქტები. პირიქით, ჩემთვის მე შეხვედრა რომელიც რამოდენიმეჯერ ვახსენეთ, მეც და ქალბატონმა თინამაც იქ ესწრებოდა 7 თუ 8 ადამიანი 4 თუ 5 პოლიტიკური პარტიიდან, სადაც ჩვენ მივიღეთ ესეთი შეპირება, რომ კომპენსაცია ყველას მიეცემა აუცილებლად და თანხა ამის ბიუჯეტში არის. ქალბატონ თინას სხვა ინფორმაცია მიაწოდა დევნილებმა. ეს სწორედ ეს არის ახლა საკითხი, რომ უნდა გავარკვიოთ. იმ სიაში, რომელიც ქალბატონმა თინამ ყველაზე სავარაუდოდ იგულისხმა ალბათ, იმიტომ რომ მას უფრო დიდი სია ჰქონდა, როგორც ვიცი, ნაწილი უკვე აღმოჩნდა, რომ კომპენსაცია აქვს მიღებული. რომელიღაცა ნაწილი თუ აღმოჩნდება, ვისაც კომპენსაცია უნდა მიიღოს და ეხლა არ მისცემს, აი როგორ შეიძლება ეხლა მე არც სამინისტროს თანამშრომელს და არც ჩემს კოლეგაზე საკრებულოზე ესე არ ვფიქრობ, რა ადამიანი უნდა იყო, რომ რატომაც ეხლა ქალბატონთია ჩვენ რომ ხარი დავუჭოთ, რა ამას არანაირი კომპენსაცია არ მიუღია, უსამართლოდ გამოვაგდეს და რამენაირად ეხლა ჩვენ გავაფორმოთ ისე კარგად, ლამაზად ვედებატოთ ჟურნალისტებს, რომ ამან კომპენსაცია არ მიიღოს. არა, არც ერთ შემთხვევაში, უბრალოდ ერთხელაც თუ დაირღვა ობიექტური მიდგომა მათთვის, ხო, საერთოდ თელ პროცესს აღრევს აბსოლუტურად. არ გამოურიცხავ, რომ რომელიღაც ჩინოვნიკს გამგეობაში, სადღაც სამინისტროში ერთში თუ მეორეში რაღაცა შეეშალოს და ეს ჩვენც ყოფილვართ ახლა ამის მომსწრეები და მოკვდავები ვართ. რა თქმა უნდა, დაკინა გამომდინარე, ავთვლი რომ ქალბატონი თინას ან ზაზა გაბუნიამ, ვიქტორ დოლიძემ ჩვენმა დეპუტატებმა მაჟორიტარებმა მიიტანეს რაღაცეები ფორმალურად თუ არაფორმალურად გადასცეს და სადღაც შეიძლება რაღაც შეცდომა იყოს, მაგრამ ჯერჯერობით სამინისტრო გვეუბნება, რომ მათაც აი როგორც ახსენა ქალბატონმა თინამ სახელი და გვარით იცნობენ ყველას. ფაქტიურად იქ ისეთი ხალხი მუშაობს და ახლა პროცესი არის უბრალოდ რთული, მიდგომა არის ინდიფერენტული და პოლიტიკოსებმა უბრალოდ ამ პროცესს ხელი უნდა შეუწყოთ. კიდევ ერთხელ რას თქვა ვიქტორმა ქალბატონმა თინამ პირიქით ჩვენ შესაძლებელია რომ გარკვეულწილად ვიყოთ პარტნიორები და მხარდაჭერები და ამ ხრივ უნდა გავაგზავნოთ და არა გავაღიზიანოთ მე თუ ქალბატონმა თინამ ერთად ეს ძალიან მძიმე მდგომარეობაში ხალხი. კი ბატონო, კიდევ ერთი საკითხი ვიდრე ქალბატონმა თინამ თქვენ გააკეთებდით კომენტარს ამასთან დაკავშირებით მე თინახიდაშელის განცხადება მოვიყვანე, სწორედ ნანა ფიფიასთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ. ის რომ თუნდაც ეს კონკრეტული მაგალითი, ესეთი შემთხვევით დასრულდა, საბედნიეროდ ეს ქალბატონი გადარჩა. ის რომ უამრავი მე გადაცემის დასაწყისშიც კითხეთ ბატონო კოკი და ვერ მივიღე ამ კითხვაზე პასუხი. თქვენ კმაყოფილი ხართ თუ არა ამ სტრუქტურის მუშაობით? კმაყოფილი როგორ შეიძლება იყოს საქართველოში სტრუქტურა? ქალბატონი თინა მაგალითად პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს პირადად მინისტრს. არა, გავიგე, მაგრამ კმაყოფილი იმ ქვეყანაში, სადაც ახლა დევნილები კმაყოფილი ვიქნები, მაშინ ეს პრობლემა რო აღმოიფხრება. ახლა როგორ შეიძლება მადლობა გადაუხადო რომელიმე ჩინოვნიკს იმისთვის ეს ნაკლები შეცდომა რო დაუშვას ამ შემთხვევაში. შეცდომა რომელი იყო ერთი მითხარით აი ახლა ამ დამოკიდებულება თუნდაც იმ ქალბატონის მიმართ იქ იყო გაკეთებული განცხადება, მე ახლა ვერავინ ვერ დავადასტურებთ ამას, მაგრამ ამბობენ ადამიანები რომ მიიღო ისეთი პასუხი,
პასუხი, რამაც მიაღებინა ეს გადაწყვეტილება. მაშინ არ თქვათ, იმიტომ რომ არ იცით თქვენ ეს საკითხი და ამ საკითხით აპელირება, როცა ეს საკითხი მათ ნამდვილად არ იცით, არ ღირს. და იმ ადამიანებმა, ვისაც უნდოდა და აინტერესებდა და ვისაც ტელევიზიით განცხადება არ გაუკეთებია, ბატონმა სამადაშვილმა და სინაურიძემ რეალურად დაეხმარნენ, არც დღეს გამოჩენილან, არც გუშინ და არც გუშინ წინის წინ, თუ გუშინ როცა ეს ფაქტი მოხდა, რეალურად ეხმარებენ მის ჯანმრთელობის საკითხს და აი აქვე ვამბობ. ბატონ თინას, ბატონ ვიქტორს, ვინც არიან ამ კომისიაში, ბატონ ზადას თუ ექნება სურვილი და რა თქმა უნდა სურვილი ესეთი მძიმე შემთხვევა, აუცილებლად ამ ქალის ასე ვთქვით, შემთხვევით დავინტერესდეთ რა ვითარებაშია და ერთად გავარკვიოთ რა და როგორ და ძალიან გთხოვთ, რომ როცა მართლა არ არის ნაცნობი თქვენთვის ვითარება, ესეთი განცხადება არ გავიგეთ. კარგით, კაპიტან თინა, დღემდე რჩებით ამაზე რზე, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი. კი, მე განცხადება, რომელიც გავავრცელე, იქ ცალსახად მეწერა, რომ ეს არ იყო მხოლოდ ამ საკითხის გამო. იქ ეწერა, რომ ეს საკითხი ერთგვარი ძალიან სამწუხარო კულმინაცია იყო. ამასთანავე მე აქვე მინდა გავიმეორო ის რითიც ვიწყებ მე ჩემს განცხადებას, რომ არავითარ შემთხვევაში მე არ ვეთანხმები, არ მივესალმები ასეთ მოქმედებებს. ისევე როგორც შემშილობას, აღარ ბატონი კოკი ამბობდა და მეც მინდა რომ დავადასტურო. მე შეიძლება ძალიან ცუდია ახლა ის რასაც ვამბობ, მაგრამ სამინისტროს წინ აქციაზე არ მივსულა. არ მისულა, იმიტომ რომ ზოგადად არ ვეთანხმები შიმშილობის ფორმაზე. არ ამგონია რომ ეს არის სწორი და არ ამგონია რომ ამითი რაიმე შედეგამდე მივალთ და რამე გადაწყვეტილებამდე მიგვიყვანს. ანუ უფრო მეტიც აქ მხოლოდ იმაზე კი არ არის საუბარი, რომ ადამიანმა თვითკვლავობას ცადოს, ეს სრულიად მიუღებელია ჩემთვის. არამედ აი თავისთავად აქციის ის ფორმაც, რომ შიმშილობის ფორმა არის ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელი. იმიტომ რომ მე არ ამგონია რომ რამე ამ ქვეყნად ღირდეს იმისთვის, რომ სიცოცხლე გაწირო ასეთი პრობლემის მოსაგვარებლად. მით უმეტეს, როდესაც შენ თვითონვე გაქვს განცდა, ამ განცდაში მეც თან სოლიდარული ვარ დევნილების, რომ ამ სამინისტროს მაინც ვერაფერს ვერ გააგებინებ და ვერაფერს შეასმე. მით უმეტეს გაუგებარია, ხო, მაშინ რატომ შემშილობ? თუ კი წინასწარ ხარ დარწმუნებული და წინასწარ გაქვს ჩამოყალიბებული აზრი, რომ მაინც არაფერი არ გამოვა და ისინი მაინც ვერაფერს ვერ გაიგებენ. ეხლა რაც შეეხება თავად თემას, პასუხისმგებლობას მე ბატონი სუბელიანის ძალიან ბევრი მიზეზის გამო ვითხოვ. ვითხოვ იმიტომ, რომ მაგალითად საზოგადოებისთვის, ხას უსვამს საზოგადოებისთვის. დღემდე არ არის ცნობილი ინფორმაცია. აი, მაგალითად, თქვენ რო შეხვიდეთ ნებისმიერი საქართველოს ნებისმიერი სამინისტროს ვებგვერდებზე და შეადაროთ ერთმანეთს, მაგალითად, ყველაზე წესით გასაიდუმლოებული დახურული სამინისტრო რომ უნდა იყოს. შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელიც უშიშრობის სამინისტროსაც მოიცავს, ეს სამინისტრო და სუბელიანის სამინისტროს ვებგვერდები რო შეადაროთ ერთმანეთს, ხო? ცადა დედამიწა. ამ დევნილთა სამინისტროს ვებგვერდი მხოლოდ იმიტომ აქვს, რომ ვიღაცა უთხრა, რომ უნდა გქონდეს. იქ ვერაფერს ვერ ნახავთ. ვერ ნახავთ მის აქტებს გამოცემულს, ვერ ნახავთ სქემებს, თქვათ აი ამ საკომპენსაციო სურათები და პიარი არის მე გელაპარაკებით არსობრივ საკითხებზე, რომელიც ან გადაწყვეტილებებზე, რომელსაც სამინისტრო იღებს და იდეალური შევა ნებისმიერი დაინტერესებული, ან ჩვენთან მოვა, ბატონ კოკისთან მივა, ჩემთან მოვა, ჩვენ თუ არა აქვს ინტერნეტთან ხელმისაწვდომობა, მოუძიებთ ამ ინფორმაციას, ამოუბერთავთ, გავატანთ და ყველა დამშვიდდება, ხო? არ ვერაფერს გავს თქვენ იქ ვერ იპოვით. ამის გამო უნდა ვაგებინოთ მას პასუხი პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე ვლაპარაკობ, ბუნებრივია აქ და თანამდებობრივ პასუხისმგებლობაზე და არ არა იმის ხვაზე. დღემდე არ ვიცით ჩვენ მაგალითად ფინანსური ანგარიშები, ისე ვამბობ, საჯაროდ არ გამოქვეყნებულა თელ აი ამ პროგრამებთან დაკავშირებით. ეხლა 2009 წლიდან ვაგზავნი მე წერილებს სამინისტროში. დღეს გუშინ მივიღე პირველი პასუხი 2009 წლის წერილზე, ხო მის ნაწილზე. და მე იქ ვითხოვდი მაგალითად ფინანსური დოკუმენტაციის გამოგზავნას ჩემთვის, კოტეჯებთან დაკავშირებული, კომპენსაციებთან დაკავშირებული იმისთვის, რომ ის სიტყვები, რომელსაც ამბობენ, ქაღალდებზე დაწერილი ვნახოთ და რეალურად დავწუნდეთ მაგალითად საყოველთაოდ ცნობილი ფაქტი გახდა საქართველოში, რომ ერთი კოტეჯის მშენებლობა ხელისუფლებას დაუჯდა 28,000 ლარი. ოღონდ ეს ისეთ როგორი საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, იმან მითხრა, მე 7 ტელევიზიამ გაიმეორა და ამიტომ თავში ჩარჩა ჩვენთვის და ჩვენც ყველამ ერთად დავიწყეთ ამაზე ლაპარაკი. მაგრამ ბატონ კოკის ალბათ ნანახი აქვს, მე ამას ვერ დავაყენებ ეჭქვეშ, მაგრამ ჩვენთვის ხელმიუწვდომელია ეს დოკუმენტაცია, რომელშიც ვნახავდით, რომ რა დაჯდა ბოლოს და ბოლოს ეს ერთი კოტეჯი და შესაბამისად მე დავსვავდით კითხვებს, რომ 27,000 ლარად ამ კოტეჯის ყიდვის ნაცვლად ხომარჯობდა, რომ მაგალითად ზოგიერთ მიტოვებულ ქართულ სოფელში შეგვეძინა სახლები და იქ ჩაგვესახლებინა ეს მოსახლეობა. კი ბატონო, ზოგადად საჯარო ინფორმაციასთან დაკავშირებით პრობლემები არსებობს, ამას მხოლოდ ოპოზიცია არ ამტკიცებს. და მეორე დიდი წყება უკვე პრობლემების არის, რა თქმა უნდა, ის უგულისხმო დამოკიდებულება დევნილების მიმართ, რომელსაც სამინისტრო მუდმივად ეჩას. ახლა მე ძალიან ბევრჯერ ყოფილი ამ სამინისტროს ეზოში, ბევრი სხვა ოპოზიციონური ორგანიზაციის წარმომადგენელიც, იქ უამრავი დევნილია შეკრებილი, საათობით ვართ სპეციალურად მათთან ერთად რომ ნახოთ, აბა ვინმე ჩამოვა, რამე ეთქვის ამ ხალხს თუ არა და როგორც წესი არავინ არ ჩამოვა. ბატონ კოკი, ორი შემთხვევა იყო სამწუხაროდ უბრალოდ აი ტრაგიკული რაღაცა ძალიან მოკლედ ბატონ კოკი და უნდა დავასრულოთ გადაცემა. ხო არა, მე არ ვამბობ რომ ეს თემა არის თქო, უპრობლემოა, ახლა უბრალოდ მართლა სულელი უნდა იყოს ადამიანი, რომ ეს თქვა, მაგრამ თქვენ თვითონაც ასეთ კვალიფიციურ ჟურნალისტებს უწევ
ნიმუშის და მაგალითის მოყვანა გაგიჭირდებათ სადრა და როგორ არის, იმიტომ რომ თემიდან გამომდინარე დამოკიდებულება სამინისტროსი არის ადეკვატური, უკეთესიც შეიძლება, მაგრამ ადეკვატური და კანონში. მე მადლობა მიტა მოგახსენოთ იმისთვის, რომ მობრძანდი და მიიღეთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობა. მეორე შაბათამდე გემშვიდობებით ნახვამდის.